ოპოზიციიდან ამ დროის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობენ ლელო, გახარიას პარტია და გირჩი. ნაციონალურ მოძრაობასა და გვარამიას პარტიაში ირწმუნებიან, რომ ბოიკოტს განაგრძობენ. კოლეგებს კი სტრატეგიას უწუნებენ. თვითმმართველობის არჩევნები კიდევ ერთი თემაა, რაც ოპოზიციაში განხეთქილებასა და დაპირისპირებას იწვევს. თბილისის წარსულება და თბილისის გათავისუფლება ბოროტი ძალადობრივი რუსული კოცობისგან არის შესაძლებელი. თამაშგარეთ მდგომარეობაში თუ ვინმე იყენებს თავს ხალხისგან, არის ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ჯერ კიდევ მსჯელობენ მიიღონ თუ არა ირაკლი კობახიძეს, გიორგი კალანდარიშვილის მიერ ჩატარებულ არჩევნებში ლელოს მოუწევს პოზიციის ცვლილება. წინააღმდეგ შემთხვევაში წავა იმდენად დიდი მასის წინააღმდეგ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომ საკუთარ ელექტორატთანაც კი ექნება პრობლემა. მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და მაგას ნახავთ, ვის აქვს შანსი და ვინ გაიმარჯვებს. ნაციონალური მოძრაობა, ეს არის რადიკალური დაჯგუფება, მათი მონაწილეობა, არ მონაწილეობა ან ზოგადად სხვა კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხის პოლემიკაში შესვლა მე არ მინდა, ეს არ არის ჩემი ინტერესის საგანი. ჩვენ რაც შეეხება ქართულ ოცნებას დაწყებული გვაქვს მზადება საარჩევნოდ, არის უამრავი გამოწვევები დედაქალაქში და რეგიონებშიც არის უამრავი პრობლემები და ამ ყველაფერს ჭირდება ღირსეული პასუხი. რაც უფრო ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები, იმით უფრო მეტად დავინახავთ ჩვენს ოპონენტებს, რომლებიც უკან იხევენ თავის ვითომ მტკიცე გადაწყვეტილებაში არ მიიღოთ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. მას შემდეგ რაც მათ ჩაუვარდათ რევოლუციური სცენარები, რა თქმა უნდა, ერთადერთი რაც დარჩენიათ არის არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, თუმცა მათი რეიტინგები ნამდვილად არ არის დამოიმედებელი, მათთვის დამოიმედებელი. ოპოზიციამ თავისივე ხელით უარყო თავისი ამორჩევლის არჩევანი და გარე კარნახს გაყვადა ქვეყანაში ამ დესტრუქციის, ასე ვთქვათ, წახალისებას და ამ დესტრუქციულ ქმედებებს უწყობს ხელს. დღეს სწორედ ამ გაჭირვებაში არიან, არიციან მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას. რაღაცა ნაწილი მიიღებს, რაღაცა ნაწილი არ მიიღებს. ამას ჩვენთვის პრინციპულად გადამწყვეტი მნიშვნელობა არანაირად არ აქვს.